გამყვან ტურიზმში პირველი კვარტალი ზრდით დაიწყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებმა ვითარება შეცვალა. შეფერხებული ფრენების და ავიაბილეთების გაძვირების გამო მომხმარებლებმა ჯავშნების გაუქმება დაიწყეს. გამყვანი ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით განსაკუთრებული კლება აზიის მიმართულებით დაფიქსირდა, სადაც მოთხოვნა 50%-ით არის შემცირებული. მოგზაურების ერთ-ერთ მთავარ შემოფერხებელ ფაქტორად საავიაციო საწვავის გაძვირება იქცა. ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ტურპაკეტებზე ფასები 20-25%-ით არის გაზრდილი, თუმცა პროგნოზები კიდევ უფრო არასახარბიელოა. რა ვითარებაა გამყვანი ტურიზმის ბაზარზე და როგორია წლევანდელი პროგნოზები? ეკა გაზდელიანი გვეტყვის უფრო მეტ დეტალს, ეკა მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, ნუცა ტურისტულ სააგენტოებში ელიან, რომ ტურისტულ პაკეტებზე ფასები 35%-მდე გაიზრდება, ბაზარზე უკვე ფიქსირდება 20%-იანი გაძვირება. პირველი კვარტალის შემდეგ, რომელიც ზრდით დაიწყო, ბაზარს სერიოზული ჩავარდნა ჰქონდა. აზიის მიმართულებებზე ამბობენ, რომ მოთხოვნა 50%-ით შემცირდა, ხოლო ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა. განსაკუთრებით რთული პერიოდი სექტორს მარტი-აპრილის თვეებში ჰქონდა, როდესაც რეგიონში ვითარების გამწვავებას, რეისების გაუქმება და გადადება მოჰყვა. ეს პერიოდი კომპანიებისთვის ფინანსურად მძიმე იყო, რადგან ძირითადი რესურსი ახალი გაყიდვების ნაცვლად უკვე დაჯავშნილი ტურების გაუქმებას და თანხების დაბრუნებას მოხმარდა. პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ ზოგიერთი ავიაკომპანია და სასტუმრო არ მიიჩნევდა საომარ მოქმედებებს ფორს-მაჟორად და თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობდა, რაც ტურიზმზე და ამ შემთხვევაში გამყვანი ტურიზმის სექტორზე უარყოფითად დაისახა. კრიტიკულად აისახა ლოგიკურია კომპანიის ფინანსურ ნაწილზე და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო cash-flow-ის პრობლემა, რაც პირველ ეტაპზე დადგა, იმიტომ რომ იყვნენ ავიაკომპანიები, რომლებიც თქვათ თანხას აბრუნებდნენ ვაუჩერის სახით და ამ თანხების გაქეშება ესე ვთქვათ არ ხდებოდა და ასევე სასტუმროები კონკრეტულ ლოკაციაზე არ ითვალისწინებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ იმიტომ რომ მაგალითად ტაილანდში, პირობითად ვიეტნამში, მალდივებზე სრულიად სიმშვიდე იყო და მათ ტერიტორიაზე არაფერი არ ხდებოდა. დამაზრდელებელი იყო როგორც კომპანიისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. ძირითად ნაწილში ჩვენ ვეცადეთ, რომ ეს თანხები დაგვებრუნებინა ვაუჩერის სახით, ან მომხდარიყო თანაკარგი რო არ მომხდარიყო, ვეცადეთ, რომ სამოგზაურო პერიოდი გადაგვეწია და პარტნიორები დაგვთანხმდებოდნენ საბოლოო ჯამში ღია თარიღებზე, რაც დანაკარგს ლოგიკურია ჯობია. თუ თქვათ იყო ერთი და იგივე მგზავრისგან წელიწადში 4 მოთხოვნა, მაინც ახლა ამ ეტაპზე შეშინებულები არიან და ეს ძალიან ბუნებრივია, განახევრდა. მაგრამ ალბათ რაღაცა პერიოდის შემდეგ ისევ იგივენაირად დასტაბილურდება. თუმცა ფასების კლებას სტატისტიკიდან გამომდინარე აღარ ველოდები, იმიტომ რომ მაგრამ მე ვერ ვიქნები ექსპერტი. როგორც მაშინ მოხდა, რომ გაიზარდა ფასები და გაჩერდა, კლება არ ვიცი, ალბათ არ იქნება სამწუხაროდ. მოთხოვნა მართლა სადღაც 30%-ით მაინც დაკლებულია ამ ეტაპზე. რა იქნება მომავალში, არ ვიცი. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, რიგ შემთხვევებში გასულ წელთან შედარებით ჯგუფურ სამოგზაურო პაკეტებზე ღირებულება თითქმის გაორმაგებულია. თუ ადრე ასეთი ტურების ფასი 1200 ლარის ფარგლებში მერყეობდა, დღეს ანალოგიური პაკეტის ღირებულება 2000 ლარს აჭარბებს. ამასთან გაზრდილი ფასების გამო მომხმარებლებმა პრიორიტეტები შეცვალეს, თუკი ადრე აქცენტი პირველი ზოლის სასტუმროებსა და მაღალ სერვისზე ეკეთდებოდა, ახლა ტურისტები არჩევას მომიჯნავე სასტუმროებზე აკეთებენ, რათა ბიუჯეტი დაასვიონ. ფასების მატებას ასევე პირდაპირ ასახვა ჰქონდა მოგზაურთა რაოდენობაზე. როგორც სააგენტოები ამბობენ, მიმართვიანობა შენარჩუნებულია, თუმცა შემცირებულია რაოდენობა, ადამიანების რაოდენობა ერთ ჯავშანში. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ზაფხულის სეზონი მაინც აქტიური იქნება, თუმცა კრიზისი ოქტომბრიდან დაიწყება, ამის მიზეზად კი ინფლაცია, გაზრდილი ხარჯები და სხვა ფაქტორები სახელდება, ასევე პრობლემაც სახელდება ის, რომ საქართველოდან პირდაპირ ფრენების დეფიციტი და ამ ფრენების სიძვირეა. მაშინ როცა თბილისში ემატება ყოველ 2 თვეში ერთხელ ერთი ავიაკომპანია, ქუთაისის აეროპორტში არ დამატებულა უკვე წლები არის არც ერთი ახალი ავიაკომპანია, მათ შორის ვიზიართან კომუნიკაცია აქტიური, რომ გაზარდოს სიხშირეები არსებულ რეისებზე და დაამატოს ახალი მიმართულებები. უпростоრად კარგი იქნება, რომ იმ გაუქმებულ რეისებს აღარ ქუთაისი ლონდონიც არის გაუქმებული. მაშინ როცა ერევანი ლონდონი ვიზიარმა დაამატა და ძალიან ასე ვთქვათ იმედგაცრუებული ვართ ამ ნაწილში, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენთვის, მათ შორის ვენა, რომელიც ასევე გაუქმებულია ქუთაისის მიმართულებიდან, საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს როგორც შემოყვან ტურისტს, ასევე გამყვან ნაწილსაც. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 641,000 გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 4,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან 328,000 მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო, რაც 1,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი 35% მეგობრების ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. შემდეგ მოდის საკითხები, ხოლო მესამე ადგილზეა დასვენება და გართობა. მადლობა ეკა გაზდელიანი.